დიდი მოგზაურობის შემდეგ შორეული პივზაოდიდან დაუბრუნდით ზეთში. საპატივცემულო სტუმარი ყავს ჩვენს გადაცემაში ცოტა ფრთხილად მეგობრებო. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჩვენებური ბატონი ოსმან მჟავანაძე იქნება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. როგორ ძანდები? სალამაზია. მადლობა. როვიარო ესე რა მოხდება? Pentru zimi არ იქნება. ბატონმა ოსმანმა თავად დაგვპატიჟა დღეს ყავას. ისე თქვენ ყველაზე მეტად რომელი ქუჩები გიყვართ ამ ქალაქში? მე თელი დღე რომ ვარ ოფისში, მარტო საღამოს 12 საათი მიდივა სახში. ხოდა მე გაგასეირნებთ მაშინ მოგწყვიტოთ საქმეს და გაგასეირნებთ ახლა ბულვარში. როგორ ხარ ბატონო ოსმან? ვართ ნელა. ჩემს დიდი პატივია რომ ვარ თქვენ გადაცემაში დაბადებული. ხანაირად როგორ აბა თქვენ იმდენ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ხართ ხოლმე ჩართული ბოლო წლებში განსაკუთრებით. ხოდა შორის ბათუმელებს ძალიან აინტერესებთ უფრო მეტი თქვენს შესახებ. ვიცით რომ ქობულეთიდან მოდის თქვენი გვარი? ხოსუბანი. დიახ. მე გახლავართ ოსმან ჩალიშკა მჟავანაძე. წარმოშობით ქართველი და ჩვენებური. ჩვენი წინაპრები წავიდნენ მეზობელი ქვეყანა თურქეთის რესპუბლიკაში 1878 წელს, 150 წლის წინ. დიახ. მთელი ოჯახი. მთელი ოჯახი, ან ჩემი ბაბუას მამა და ნაცსავები. ამ მთელი საგვარეულო. ზოგი დარჩა რა თქმა უნდა აქა. ყავს ჩვენ ნაცსავები ხუსუბანში და დავდივარ. ესენი ჩვენთან მოდიან ბათუმში და კიდევ მოდიან თურქეთში მამიკოსთან რა თქმა უნდა. ჩვენი ყავაც მოვიდა ამასე. აი, როგორი პენტირებულია. ეს დღეს ჩვენებური ვარ. ეს ჩემი შეიძლება თქვა პატენტი შეიძლება ვთქვა, ჩვენებური ვარ. ანუ ეს ჩემი სლოგანია და დიახ, ჩემია ეს. თურქეთში მსხოვრები ქართველები არიან ჩვენებური, ჩვენიანი. ხო, ისე პირველად ვინ მოიგონა ეს ფრაზა? მინდა არქვა ჩვენებურად ჩვენებური. თურქეთში საქართველოს ქალაქ ტრაბზონის საკონსულოში მუშაობდი. მაშინ ჩვენი გენერალური კონსული იყო პატრონ ნიკოლოზი და მისგან გავიგე ეს სიტყვა მე თქვენ ხართ ჩვენიანი, ჩვენებური ხარ. და იმის მერე ამას ჩვენ სარგებლობ ხოლმე და ყველა ან პოსტი, ან საუბარში ყოველთვის ქვემოთ ვაკეთებ ჰეშტეგს ჩვენებური ვარ. ჩვენებური ვარ. ბატონო ოსმან, დავბრუნდეთ ისევ წარსულში. ავიდეთ მთელი თქვენი ოჯახი, მაგრამ წაღებულ ტერიტორიებზე კი არ აღმოჩნდით. თქვენ რაღაცა თქვენინებით წახვედით და დატოვეთ, ხო აჭარა? ანუ ჩვენი წინაპრები მიზეზების, ანუ ვერ გეტყვი იმდენად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ აღმოჩნდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუში, დაბა ფაცაში. მე შემიძლია თქვა, რომ თავიდან ცხოვრება დაიწყეს ნოლიდან. ჯერ სადაც ბევრი ქარი არ უბერავს, ავიდნენ, იმიტომ რომ საქართველოში მაღალ თიანში ცხოვრობდნენ და იქაც ცოტა ადგილი ნახეს, სახელმწიფო მისცა საშუალება, რა თქმა უნდა, თურქეთის სახელმწიფომ, იქ დასახლდნენ, ჯერ ხეები მოჭრეს, მერე ლუსმანის გარეშე ააშენეს ბინები, მეს იქ სახში დავიბადე, ის სახში ახლას ჩვენ გვაქვს შენახული. ანუ მაღალმთიან თურქეთში, სოფელში და მერე სიმინდი დარგეს, კარტოფილი და მერე თხილი. ანუ ცხოვრება ნოლიდან დაიწყეს და გააგზელეს. ძალიან დიდი გაჭირვება ქონიათ ადრე, მაგრამ თურქეთში მსხოვრები ქართველები ერთმანეთს ხეს უწყობდნენ და რომ დაეხმარონ მაქსიმალურად რა შეიძლება რომ წინ წავიდნენ. დღემდე ასე ცხოვრობენ, ხო? ძალიან შეკრული. დღემდე ასე არიან. თურქეთის სახელმწიფომ ხელი შეუწყო თურქეთში გადასახლებული ქართველებს და რა თქმა უნდა თურქეთში დაბადებული გამოთ. თურქეთში დაბადებული ქართველებს. ბევრი ჩვენი ქართველები თურქეთის სახელმწიფოში არიან მაღალ თანამდებობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეს იყვნენ, ახლას არის და ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი კიდევ ჩვენი ხიდი არიან ეს მაღალ თანამდებობის მუშაობს ჩვენი ქართველები. თავად პრეზიდენტ ერდოღანის დედაც ქართველია, ხო? ქალბატონო თენზილეს არის აჭარელი. აი ეს ჩვენებურების ტრადიციები როგორია? ერთმანეთთან აი მჭიდრო კავშირს ხო რაღაც ტრადიციები ქმნის? თურქეთში მცხოვრები ქართველები მინდა ჯერ გითხრათ რომ 2.900.000 მოსახლეობა არის თურქეთში. ეს პატარა ციფრი არ არის. და დღემდე ინარჩუნებენ მისი ბებიასგან, ბაბუასგან ნასწავლები.
და მაქსიმალურად რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. ჩემ შემთხვევაში რომ ვთქვათ, მე ბებიას და ბაბუას კალტაში გავიზარდე. ანუ მისი ტრადიცია, მისი რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ანუ ქართული ეცით არა ჩვეულებრივად. ჩვენ ოჯახში ვისწავლეთ ქართული, სანამ მივიდოდით სკოლაში და მე სკოლაში ვისწავლეთ თურქული ენა. მართლა? დიახ, და ჩემი ბებია, ჩემი მეყათამაძე იყო, გვარად ქობულეთი რა თქმა უნდა და 99 წლის რიგომ გარდაიცვალა, საერთოდ თურქული არ იცოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის გარდა შემიძლია თქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ ბოლო თაობამ მე ვარ მეოთხე თაობა უკვე. დიახ. ანუ უკვე ჩვენი შვილიშვილები უკვე თუ ქართული უკვე ვეღარ იციან. მხოლოდ იციან რომ მე ქართველი ვარ და მეტი რამე არ იციან. ჭადი. ჩემი რა თქმა უნდა ჩემი შვილებმა იცის, ჩემი შვილი რამაზი საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი. მინდოდა ჩემს მერე რომ გაგრძელდეს ქართველობა, ტრადიცია, ჩემ შვილმა ანკარაში ჩააბარა, მაგრამ იქ არ გაუშვი, საქართველოში თბილისში დაამთავრა და ჩემს მერე რომ გააგრძელოს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და ჩვენი ქართველობა. ხელი თქვენი სული და გული აქ არის. თქვენს ქვეყანაში საქართველოში. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მე იმით შემიძლია ვთქვა, რომ მერთმა მომცა იმის საშუალება, რომ კი თურქეთში დავიბადე, მაგრამ მე დაბრუნდი ჩემ საქართველოში, ჩემ წინაპირის პაპას სამშობლოში და ვემსახურები ორ ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მადლობა მინდა გადავხადო ჩემ ბებოს, ჩემ ბაბუას, რომ ეს ჩვენი ქართული ტრადიცია ჩვენ გვასწავლა და მე ჩემ ოჯახმა მომცა იმის საშუალება, რომ დავბრუნდი საქართველოში და აქედან ვემსახურები თურქეთში მცხოვრებს ქართველებს, თურქეთის ქვეყანას, საქართველოს. ანუ მე ამ წუთში არა მარტო როგორც ქართველი ხიდი ვარ, შემიძლია თქვა, რომ მე გახლავართ თურქეთ საქართველოს შორის საგარეო ეკონომიკური ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე. ან კონსული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა არის და მიხარია რომ ვემსახურები ორ ქვეყანას. აი როგორია დღეს მაგალითად ეს ურთიერთობები და როგორი შეიძლება რომ იყოს, ანუ უფრო უკეთესად როგორ შეიძლება რომ განვითარდეს. პოლიტიკურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თურქეთ საქართველოს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ შემიძლია თქვა რომ თურქეთში მცხოვრები ქართველებზე უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო. ანუ კი, ამ წუთში შემიძლია თქვა, რომ თითქმის სადაც ქართველები ცხოვრობენ, სინოპში, სამსუნში, შავი ზღვაზე, მერე ბურსაში, ინეგოლში, ადაფაზარში, იზმირში, ესქიშეირში ჩვენ გვყავს ასოციაციები, მაგრამ უფრო მეტი აქტიური არის საჭირო. მე ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, თუ ქვეყანას საქართველოზე მეტი მოსახლეობა უცხოეთში ცხოვრობს, იმ ქვეყანას ესაჭიროება დიასპორას სამინისტრო. ან ადრე იყო როგორც ვიცი და დიასპორას სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოზე მეტი ქართველი ცხოვრობს სხვა ქვეყნებში. და სადაც ის ქართველება რომ მისი კულტურა, ჩვენი კულტურა რომ არ დაკარგონ, ქართველება არ დაკარგონ, ესაჭიროება მოტივაცია ესაჭიროება და ბევრი ღონისძიება ესაჭიროება. კი, ჩვენ ამ შემთხვევაში მე თურქეთის გულისხმობ, რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა სხვა ესენი ისაუბრებენ, მაგრამ თურქეთ რესპუბლიკაში რომელიც ცხოვრობენ 2.900.000 ქართველი თუ ჩვენ არ ვიგახტურეთ და 2.900.000 ქართველი 3 მილიონი შეიძლება თქვათ თურქეთში ეს არის ნამდვილი ციფრი არის და ჭირდება მოფერება და შვილიშვილებზე რომ ქართული ვასწავლოთ და წელიწადში რომ ერთხელ ჩამოვიდნენ სამშობლოში ნახონ და ათვალიერონ და სადაც წასულები არიან მისი წინაპრები ნახონ ის სოფლები ისე ბატონო ესპან სათუფრო ბედნიერად გრძნობ თავს. აი სულიერ სიმშვიდეს რომ ეძახიან ხოლმე. აქ თუ თურქეთში. მე ასე გიპასუხებ 95-ში ჩამოვედი საქართველოში და 14 ვარ საქართველოში. თბილისში რომ მიწევდა წასვლას, როდის დაბრუნდები ბათუმში, ამას ფიქრობდი რომ ჩოლოხი გამოვლიდი უკვე მიხარდა რომ უკვე ბათუმში ვარ. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი საქართველოში რომ ვარ, ეს მიხარია და კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ უფრო ბევრი მეგობრები მყავს საქართველოში. 30 წელია საქართველოში. ჩვენც გვიხარია რომ აქ ხართ. მადლობა. ბატონოს, მაგრამ მაინტერესებს იცით, მე გამიგია რომ აი ჩვენებურებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქორწინება ისევ ჩვენებურთან შედგეს, ხო? რა თქმა უნდა. ანუ ამას ყურადღებას აქცევდნენ თქვენ წინაპრები, რომ ქართველი უნდა მოეყვანა ცოლად. მე რა რომელ ტერიტორიაზე იყვნენ? ანუ უნდა მოიყვანა წარმოშობით ქართველი. თურქი არ შეიძლებოდა. ჩემ ოჯახში ზალი კოლე ქართველია,
მხოლოდ ჩემი მეუღლე არის თურქეთის მოქალაქე, ან თურქი და ჩვენ გვაქვს ამაზე დიდი ისტორია. მაგალითად, ბებია ჩემმა ძალიან წინააღმდეგები იყო და გაბრაზდა რომ რატომ მოიყვანე თურქი. დიახ. სანამ ჩემ მეუღლემ არ ისწავლა ქართული კულტურა, ჩვენი კერძები, მანამდე ჩვენ არ გველაპარაკდა და ქორწილში არ მოვიდა. მართლა. აი ეს აღზრდელი ბებია, რომელმაც გაგზავნა ასეთ ქართულად ტრადიცია ჰქონდა. და მე უფრო მეტი შეუყვარდა ჩემი მეუღლე, ჩემ ბებოს და რომ ტრადიციები ისწავლა და ასე შემდეგ. არა მარტო ეს ქორწინების, მაგალითად ჩვენ სოფელში ან სხვაგან თუ ვინმე უნდა იყიდოსნა მიწა, უნდა იყოსნა ქართველი ანათესავი. თურქი გამორიცხულია რომ იქა რაღაცა იყიდოს სოფელში. ანუ სამეზობლოშიც ყველა უნდა იყოს ჩვენებო. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია თქვა რომ მართლა დიდი ის ჩაგვიდო ჩვენ ინვესტიცია შეიძლება თქვათ კულტურა ჩემ წინაპრებმა და დღემდე მოდის და მეც მინდა რომ ამის მერე ჩემ შვილმა და ჩემ შვილიშვილებმა რომ გააგზელოს, იმიტომ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც მიუყვანდემ ჩემი შვილი ისწავლა საქართველოში. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ ამ ქვეყანაში? და რაც ხიბლავთ და რასაც ვერასდროს ვერ დათმობთ. ჩვენ ქართველები ვართ სხვანაირი ერი. ვამაყობ რომ ვარ ქართველი, ან ერთმანეთის პატივისცემა, ყურადღება, უმარის მოყვარება და სანათესავო კავშირში უფრო მეტი ყურადღება და მოგითხვა მისლა-მოსლა. ეს სხვა ერში არ არის ეს. მე ასე ფიქრობ, შეიძლება მეშლება. ხო, ნათესაური კავშირები მჭიდროდ ძალიან. გვაქვს ასე შემდეგ. ბაბუა ჩემმა მე დამავალა ხუთი რაღაცა. ეს თუ ამას თუ არ გააკეთებო, იმ ქვეყნად ორი ხელი მექნება შენ კისერშიო. ერთ-ერთი უნდა მიხვიდე აუცილებლად რომ გახდება ნათესავი საავადმყოფოში და მეორე უნდა წახვიდე ქორწილებშიო. პანაშვიდი უნდა წახვიდენა და რომ წახვალ ოჯახში შეიძლება იმას არ აქვს გაჭირებაშია, უნდა მაინც წაიღონა პური. პური? ხესაი უნდა მიხვიდე ოჯახში და სანათესავო ყოველთვის უნდა თუ უჭრის თუ არა უნდა მოიკითხო. ეს დღემდე ეს ჩვენ ამას ვაკეთებ და იმედია ჩემი შვილების გააგზელება. ან თქვენ ჩემთან რო დაგპატიჟოთ სტუმრად პურს მომიტანთ? ანუ ეს მაშინ მასე იყო ხესაი არ უნდა მიხვიდე. ნუ ეს ისე ეს ტრადიცია არის. ხატოვნაც ნათქვამია. დიახ, ხესაი არ უნდა მიხვიდე. დიახ, კი ბატონო. და ეგ მართლაც ჩვევია, ხელდამშვენებული სტუმრობა გვიყვარს ქართველებს. აი პირველად რო ჩამოხვედით საქართველოში, პირველად რო დადგით ამ მიწაზე ფეხი, თქვენი შეგრძნებები როგორი იყო? მე რომ პირველად ჩამოვედი საქართველოში აჭარაში, მაშინ შუქი არ იყო, ბევრი პრობლემები იყო. რა თქმა უნდა, იმის მერე ახალი საქართველო უკვე აშენდა, უკვე წინ წავედით და მე უფრო წინ წავალთ. მაშინ რომ ვიყავით ან საღამო იყო შუქი არა, მე ნორმალური რესტორანი არ არის, სასტუმრო არ იყო, როგორც უნდა ისნათ. მართლა რომ ვიფიქრე, სად მოვხდი. პირველად რომ შეიძლება თქვა, იმის მერე ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ უფრო მეტი რაღაცები გაკეთდეს საქართველოში და მართლა უკვე ერთ-ერთი ევროპის ნაწილი ვართ ჩვენს საქართველო. მეორე კიდევ ის არის რომ კარგია რომ საზღვარი გაიხსნა და ბაბუა ჩემმა და ბებია ჩემს სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდნენ, ვერ ნახეს მის დაცავები, კი აქედან ჩავიდნენ და ჩემი დედიკო აღარ მყავს, მეთმა 64 მისეს, ახლას მენატრება, თხილაიშვილი იყო, ქობულეთელი და ისიც ჩამოვიდა და რომ ჩავიდა ქობულეთში, ისე გახარებული იყვნენ თხილაიშვილები, რომ როგორც წესი ეგრევე სხვარი დაკლეს და ეს დახდნენ. იმიტომ პირველად იყო თხილაიშვილი თურქეთიდან ჩამოსული ქობულეთში. მამა ჩემის სოცხალი ახლას დადის. ბევრმა ნახა ნათესავები და კავშირები ნახა და მე შემიძლია დავამატო რომ თურქეთში მცხოვრები ქართველები თითეული ჩვენთვის პოტენციური ინვესტორები არიან. უფრო კონკრეტულად აბა. დიახ, ან შემიძლია თქვა რომ თურქეთში მცხოვრები ქართველები არიან ძალიან შეძლებული ხალხი. ბევრს ახლას აქვს კავშირი და ინვესტიცია აქვენ საქართველოში. უფრო მეტი რომ ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, ეს ისტანბულში, ბურსაში წარმოშობით თურქეთიდან, თურქეთში მცხოვრები ქართველებიდან ჩვენ საქართველოში ინვესტიცია შეიძლება თქვათ. კი. ანუ იმიტომ ეს საჭიროება მოფერება არის საჭირო.
და ჩვენ ახლა მუშაობთ როგორც DEIK-ის, როგორც ასოციაციის სახელით, რომ ჩავიდეთ ისტანბულში ბურსაში, ამ ქართველებს შეხვდეთ და რომ წამოვიდნენ საქართველოში და ინვესტიცია გაახორციელონ, ამაზე მუშაობთ. ეს იდეა საერთოდ როდის გაგიჩნდათ? ინვესტორთა ასოციაციის შექმნის და როგორ დაიწყო ეს? 2009 წელს ეს ჩვენ შევქენით ასოციაცია და დღემდე არის ჩვენი მისია არის ასოციაციის მისია არის საქართველოში უცხოელი კომპანიების და მთავრობას შორის ხიდევარ ჩვენ. რომ რაღაცა პრობლემა შეექმნება ინვესტორს, რომ დავეხმაროთ კანონის ფარგლებში და დავაჩქაროთ რა შეიძლება. აგრეთვე მთავრობასთან ერთად და საავადმყოფოსთან ერთად რომ ინვესტიცია მოვიზიდოს საქართველოში. ჩვენი ასოციაციის მიერ წევრი კომპანიები ასაქმებენ 21400 ადამიანს საქართველოში. ეს პატარა ციფრი არ არის. და გვინდა რომ უფრო მეტი ადამიანის რესურსი იყოს და კვალიფიკაცია იყოს ჩვენ ქვეყანაში. არიან ისეთი ჩვენებურები თურქეთში, რომლებიც არ ქართველობენ, აი ცოტა უხეშად რო ვთქვა. მე არ მისმენია სიმართლე გითხრა. თურქეთში მსხოვრები ქართველი არ მალავს. იტყვის რომ მე ქართველი ვარ, ჩვენებური ვარ. მაგრამ თურქეთში მსხოვრები ქართველები არასდროს თურქეთის სახელმწიფოს მის უკან დანა არ დაუწყია. ან ჯერ არის პირადობით თურქეთის მოქალაქე, მაგრამ წარმოშობით ქართველია. ეს არ მალავს რომ მე ქართველი ვარ, მაგრამ სადაც ცხოვრობ. ზოგადად ქართველებს გონი არ გვსვევია ზურგში დანის ჩარტყმა, ხო? რა თქმა უნდა. ბუნებით. მაგრამ ჩვენ ის პრობლემა გვაქვს. მე ტრაბზონში საკონსულოში მუშაობდი, ჩასული ჩვენი ქართველები, ემიგრანტი. მე ემიგრანტი არ ვარ, მე ვარ ჩვენებური. ან თურქეთში დაბადებული, მაგრამ ჩასული ემიგრანტები, ზოგი გათხოვილია, ზოგი მუშაობს, რომ საკონსულოში მოდიოდნენ, უკვე მელაპარაკებთ თურქულად. ანუ ქართული უკვე სიტყვები უჭირდათ. ეს გვაქვს პრობლემა. ჩვენს არა მარტო ჩვენებურებზე, თურქეთში ან სხვაგანაც მუშაობს ჩვენ ემიგრანტები, იგინთან სახელმწიფომ კონტაქტი უნდა შექმნასნა. თუ დაოჯახებულია თურქთან, შეიძლება მე რა, მაგრამ იმის შვილი რომ ქართული ისწავლოს, უნდა დავეხმაროთნა მაქსიმალურად. არა მარტო ჩვენებურებზე, ესეთი პრობლემა არის. ან თურქეთში გასაძლიერებელი გვაქვს ძალები. ამის თქმა გინდა თქვა, ხო? უფრო მეტი. ჩვენ შორს არ უნდა წავიდეთნა. მეზობელი ქვეყანა, რომელიც არის თურქეთი, დიდი ქვეყანა არის, რას წასულში მოხდა, ჩვენ არ გვაინტერესებს. ახლა ჩვენი ღირებულება, ჩვენი წითელი ხაზების გარდა ყველაფერი შეიძლება ვილაპარაკოთ თურქეთთან. რომ რა შეიძლება ჩვენ გადმოვიტანოთ ჩვენ ქვეყნის სასარგებლო. მე ამას ვიტყოდი. და თქვენ ახსენეთ, რომ თითქმის ყველა მაღალჩინოსანს ქართული ფესვები აქვს. ჯარში, პოლიციაში, პარლამენტში. რა თქმა უნდა, სანდო ხალხი ვართ. ან მამაჩემი დიდი ხანი იყო სოფის გამგებელი, ჩვენ გენში მაინც ის გვაქვს ადამიანის მართვა და ორგანიზება და ქართველებს. იგივე იყო, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი ქართველები ასაქმებდნენ და ბევრს არ მუშაობდნენ, იგივე ჩვენს თურქეთში რომ დარჩა, მაგალითად ლიდერობა გიყვარს ჩვენ ქართველებს. შემიძლია ასე ვთქვათ. ვიყვარს. თურქული დიასპორა როგორ ძლიერია გერმანიაში? დიახ. ასევე სომხური დიასპორები ძალიან ძლიერია. და ზოგადად ბევრი ქვეყანა ამ თავის ერთობას სხვადასხვა ქვეყნებში კარგად აჩვენებს. მე ახლა ვერ ვხედავ, რომელი წასულები არიან ჩვენი ქართველები, ბიზნესმენები არ არიან. ევროპაში შეიძლება თქვათ, შეიძლება იყოს 1%. ხო. ან იქა მუშაობს ოჯახში, შემოსავალი აქვს, აგზავნის საქართველოში რომ ცესხი გადაიხადოს. ხო. მაგრამ თურქეთის სახელმწიფომ რომ უშვებდა თურქეთის მოქალაქეს გერმანიაში 7 პირობა ამბობდა. თურქეთი არ უნდა გავიზრდესნა, ოჯახი არ უნდა დაუნა და რას გექნება შემოსავალი, თქვა 10-დან 2 დახარჯე, 8 შეინახე. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ 5 მილიონი თურქი არის, დიდი ზალა აქვს, ეკონომიკური ზალა. და ჩვენ კი ყავს ქართველები, მაგრამ სულ პრობლემებში გვაქვს. ან სამწუხაროდ ახლა ამას ვამბობ, მაგრამ თან მცხვენია, ან ზოგი იმის გამო არის სხვა ადგილებში პრობლემები აქვს. ორი რაღაცა შეიძლება, ან სოფლიოში ჩვენი დიასპორა ძლიერი უნდა გავხადოთნა, ან ჩვენ ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა იცნოთ, რომ ჩვენი ქართველები უკან დაბრუნდნენ საქართველოში. და ამისათვის ჭირდება კვალიფიკაცია და ადამიანის რესურსი. ახლა ჩვენ ბევრზე ვლაპარაკობთ, რომ კი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ თუ ადამიანური რესურსი არ არის. მაგალითად, ტექსტილის შემთხვევაში ამ თუჩში პრობლემა გვაქვს. ან სოფლებში დავდივართ და მარშრუტით მოყავს ხალხი, რომ იმუშაოს ქარხანაში, ჩემ წევრი კომპანიებში.
და ესეც ვაგზავნით რომ თუ შეიძლება რომ ანუ სამუშაო საქმე არის, მაგრამ მუშახელი არა. მუშახელი არა. მუშახელი არის სად არის? კვალიფიკაცია არა. სად არის? კვალიფიკაცია არა. ვერ გეტყვი. თქვენი საყვარელი ქართული კერძი რომელია? თურქეთში, ქალაქ ფაცაში, ქორწილი რომ კეთდება, უნდა იყოს აუცილებლად იაჰნი. თუ იმ ქორწილში იაჰნი არა, ის ქორწილი არ ითვლება. ფაცა არის პატარა ქობულეთი. რამდენი კილომეტრით არის დაშორებული საზღვარს? აქედან 5 საათი არის. კი, ქორწილში თუ არ არის აჩმა და იაჰნი, ბაკლავას იციან. ფახლავა კი არა, ბაკლავა. ბაკლავა, დიახ. იაჰნი მიყვარს, აჯაბსანდალის მიყვარს. და კიდევ რა თქმა უნდა ბაკლავას მიყვარს ძალიან. ძალიან ჩართული ხართ ბათუმის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველთვის ვცდილობთ რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ, ეს ხელმოქმედების სახით იქნება თუ რაღაცა პირადი სურვილის მიხედვით და ეს რაღაცა ძალიან გაახლოვებთ ბათუმურ საზოგადოებასთან. მე სამსახურში მივდივარ 9 საათს. საღამოს 6 საათამდე ჩემი ქართველების მოთხოვნებს, პრობლემებს თურქეთის მიმართულებით ვაგვარებ და ვეხმარები. 6-ის მერე უკვე ჩემ საქმეს ვუყურებ. 12 საათი სახლში მიდოვა როგორც გითხარით. ან მინდა რომ ყოველთვის ვიღაცამ დამერიგოს და დავეხმარო ჩემ ქართველებს, სანამ სუნთქავ. იმიტომ მე აქ ვარ რომ რაღაცნაირად წვლილი შევიტანო. ყველა ვართ დროებით ამ ქვეყანაში და მე მინდა რომ ჩემი წვლილი დავტოვო ჩემ საქართველოში, ჩემ ათავათანი იტყვიან, ანუ ჩემი ზისვილი, რომელიც ასულებელიან ჩემი წინაპრები. მე რომ ამ ქვეყანად არ ვიქნები, რაღაცნაირად ჩემი საქმე რომ გამოშ ძალიან მინდა ეს. თქვენი მეუღლე უფრო ხშირად თურქეთშია თუ საქართველოშია და საერთოდ როგორი წარმოდგენა აქვს? ჩემი ქალიშვილი რომ უკვე დაოჯახდა, უკვე გადმოვიდა ჩემთან ახლა. ადრე მივდიოდი, მოვდით, ახლა უკვე ბათუმშია ჩემთან. ძალიან უყვარს საქართველო. მეუღლესთან ერთად ერთი დღე როგორია? თუ თქვენ სულ მუშაობთ? ეს ძალიან ძიმე კითხვა არის და ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ. იმიტომ მე ორი თანამდებობა რომ აქვს, 10 დღე თბილისში ვარ, 10 დღე ბათუმში, 10 დღე ისტანბულში ვარ. და აქედან გამომდინარე ზოგჯერ მეუღლე მოდის ჩემთან ერთად რომ გავატარო, იმიტომ რომ სულ გზაში ვარ და ეს ბოლო 2 წელია, ასე გადავწყვეტეთ რომ სრას მივდივარ, მეუღლე მოდის ჩემთან ერთად. თქვენი სიბერე როგორი წარმოგიდგენიათ? რამდენი წლის ხართ ისე ბატონოსთან თუ ხარხული არა? 53 წლის ახლა ვართ. ჯერ პენსიაში გასვლა არ ვაპირებ, სულ აქტიური ვიქნები, სანამ მომწევს ჯანმრთელობა, მერტის ნება, რა თქმა უნდა. არ ამგონია რომ თუ ვიცხოვრეთ, უფრო მეტი მინდა რომ კიდევ ვიმუშაო. ვინც არ მუშაობს, მალე დაბარდება და მალე ჩავარდება რომ იტყვიან. მე მინდა რომ ყოველთვის ვიყო აქტიური და ყოველთვის მინდა ვიმუშაო მინდა. სულ გინდათ რომ იყოთ ამ დინამიკაში. დინამიკაში, დიახ. ისა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ადამიანისთვის, როგორ ფიქრობთ, რომ აი თავი ბედნიერად იგრძნოს? ადამიანმა ჯერ მისი თავი უნდა შეუყვარდეს. თუ მისი თავი არ უყვარს, სხვასთან ურთიერთობაში, სხვასთან საქმე ვერ გააკეთებს. ჯერ უნდა ცეს პატივი მის თავს, მერე ოჯახს და მერე საქმეს. მე ყოველთვის ვარ შედეგზე ორიენტირებული. თუ რამე საქმე დავიწყე, ან მეგობრმა რაღაცა მთხოვა, იმას სანამ არ მივიყვან ბოლომდე არ დავიშვებ. მინდა რომ ის მივიყვანო ბოლომდე და რომ გამოვიდეს კმაყოფილი დარჩეს. ან შედეგზე ვარ ორიენტირებული ნებისმიერ საქმეზე. ისე როგორ ფიქრობთ, ქართული ენა რთული ენაა? ქართული ენა რთული ენა არ არის. ბებია ჩემმა მასწავლა გრამატიკული ქართული. ბებია მიიღო ძალიან მარიფეთიანი ქალბატონი იყო. ერთი ისტორია მინდა მოგიყოთ, სახლში ვართ, სკოლაში და სახლში მოვიდა თქვათ პატარა ადამიანი, ფეხზე ადგებოდა, მობზანდით, მიბზანდით, მე კარებში გააცილე. ბებო, ეს შენზე ხომ პატარაა, რატომ ადგები ფეხზე, რატომ გააცილე კარებთან? შილო ახლა პატარა, მაგრამ რომ გეიზარდება, გახდება დიდ თანამდებობაზე და მე დაგვეხმარება ჩვენ. მე ჩემ შვილს არ ვეტყვი რომ ეს მომიტანე, თუ შეიძლება მომიტანე. და ზოგჯერ მეუბნება მეუღლე რომ ეს ხომ შენი შვილია, დაავალე, არა. ბოლოს უნდა დაამატო თუ შეიძლება. ქართული ენა ძალიან კარგი ენა არის და რა თქმა უნდა ამას თქვენ საქართველოში დაბადებული ხართ და ამას ვერ მიხდებით. ან თურქეთში მაგალითად რომ ქართული სიტყვა გაიგებ ეს უცხანაირი არის. ეს რა თქმა უნდა 95-ში 2000 წლებში უფრო სულ სხვა. ახლა უკვე თითქმის თურქები უკვე სწავლობენ ქართულს, უკვე იციან ქართული ენა. ჩვენ ახლა ამ წუთში თურქეთში თითქმის ყველა ასოციაციაში ქართული წერა-კითხვა ასწავლიან.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თქვენზე უფრო აქტიური და ჩართული ქართულ ყოველდღიურობაში მეორე ჩვენებური რაღაცა არ მახსენდება ბატონო ოსმან. მოდი გულათლად გეტყვით. ჩემთვის პირველი არის საქმე, მეორე ოჯახი არის. ეს სუდია შეიძლება, მაგრამ ჯერ საქმე. მაგათ ერთი იმას გეტყვით. მუშაობ აჭარის მთავრობაში, ვიზიტი არის ტრაბზონში და მივდივარ დელეგაცია. მეუღლეს ვეუბნები, რომ თუ შეიძლება ფანჯრიდან ხელი გამიქენით, რომ ვერ ამოვა სახში. ანუ მივედი დელეგაციასთან, შევხვდით და მე უკან დაბრუნდი ბათუმში. ანუ ჯერ ჩემთვის არის საქმე, ვერა. ანუ ეს ჯერ ჩემთვის არის საქმე, მერე ოჯახი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ოჯახი არ დამიტოვებია. მაგრამ მეუღლე ეგუება, ხო? რა თქმა უნდა, სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არ აქვს. გქონიათ ამ კუთხით კი ნამდვილად გქონია კამათი, მაგრამ სხვა გზა არ არის. მე ახლა რომ დავტო ეს მე ყველაფერი, მაშინ აქამდე ჩემი ნამუშევარი წავა წყალში. მე ჩემს შვილს ვეუბნები, შვილო, შენ თავარი ადამიანობა, ქართველობა არ დაკარგო. მე რომ არ ვიქნებ ამ ქვეყნად, შენ რომ ეტყვი რომ მე ოსმანის შვილი ვარ, თუ გაგიჭირდება დაგეხმარება ყველა ჩემი მეგობარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდევ ვიტყვი და ყოველს ვიტყვი. საჭირო არის უფრო მეტი მოფერება. ახლა ჩვენი თაობა კი, მაგრამ ჩვენს მერე ვეღარ დარჩება. რელიგია სხვა რაღაცა არის, ქართველობა სხვა რაღაცა არის. ყველაზე იდეალურ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ? უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი ჩასლა. რომ ჩახვალდა თუ მეზობელი მეგობარი ყავს თურქი, ნახე საქართველოსდან ჩამოვიდნენ მომაკითხეს. იმას უხარია რომ მე ქართველი ვარ და მოვიდნენ ვიღასა გამეცნო ჩემ ოჯახში მესტუმრა. ქართველი რო ჩადის? ჩადის თურქეთში, ჩვენებურთან. ნებისმიერ ღონისძიებაზე უნდა ჩავიდესნა ჩვენი პარლამენტარები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მინისტრები, უნდა დაისწროსნა და უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო, კომუნიკაცია არის საჭირო. თუ ჩვენ ამ კომუნიკაციას არ გავაკეთებთ, სამწუხაროდ მერე ჩვენ შვილებმა იმიტომ როგორ რაღაცაიცით ოჯახიდან წასულები არიან სხვა ქალაქებში. ის ქალაქში რომ ქართველი არ არის. მე რომ არ ლაპარაკობ ქართულად, მე როგორ უნდა გაგზის მისი ქართველობა და არ უნდა დაავიწყდესნა. დედაენა იყოს, კულტურა, რაღაცნაირად უნდა შევტან წვილი. ერდოღანი რომ მოვიდა მთავრობაში, პრემიერი იყო, იმის მერე ჩვენ ასოციაციები დიდი ზალა დაიწყო უკვე გაგზელება და მე შემიძლია თქვა, როგორც გითხარით, თითქმის რაც ცხოვრობენ ჩვენი ქართველები, იქ არის ჩვენი ასოციაციები და უკვე დედაენას სწავლობენ და ასე შემდეგ. ესე ერდოღანს როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ? რა თქმა უნდა, კარგი. ძალიან გვეხმარება ჩვენ საქართველოს და რა თქმა უნდა თურქეთში მსხოვრებს ქართველებს, ჩვენებურებს. მართლა როგორ ეხმარება? ანუ ყველა კუთხით ჩვენი სამსახურული იმით, რა იცით უკვე რომ ჩვენ ასოციაცია გავხსენეთ და თან უნივერსიტეტში ჩვენ უკვე ქართული გვაქვს ფაკულტეტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. უკვე ჩვენ რიზეში, ადაფაზარში, ისტამბულში ჩვენ გვაქვს ქართული ფაკულტეტი. ქართულ ენას სწავლობენ და თუ სკოლაში 5 ადამიანმა მოინდობა ქართული სწავლა, უკვე ვალდებულია თურქეთის სახელმწიფო რომ ქართველი მასწავლებელი დანიშნოს სკოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კიდევ შემიძლია თქვა რომ ამ ჩვენი ასოციაციის ცენტრებში არა მარტო ქართველები სწავლობენ დედაენას, თურქეთში მსხურები თურქები სწავლობენ დედაენას. ძალიან მნიშვნელოვანია. რიზეში მაგალითად უნივერსიტეტში სწავლობს თურქი ქართული ენას. რა საინტერესოა. ანუ შეიძლება თურქეთში სამუშაო არ ნახოს საქართველოში. ან თურქეთში შეიძლება იმუშაოს კომპანიაში, რომელსაც ესაჭიროება კონტაქტი საქართველოსთან. ენა ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ გავს თურქული ყავა ბათუმურ ყავას. რაღაცით გავს, ხო? რაღაცა კი გავს, მართალია. რომ მიდიხარ რესტორანში ან კაფეში, რომ ყავა მინდა, ის გეკითხება თურქული თუ ნალექიანი გინდათ. არა ვეუბნები თურქული, უნდა იყოს ბათუმური ყავა. ანუ ჩვენ უკვე ბათუმი ჩვენი ბრენდი ქალაქია სოფლიოში და შეიძლება დავართქვათ ბათუმური ყავა. მინდა რომ თქვენი მეშვეობით ეს უთხრათ ჩვენ მოსახლეობას, ანუ რომ მივლიან რესტორანში, ანუ თურქული ყავა არ თქვან, ბათუმური ყავა უთხრან უფრო ჯობია. და ჩვენი ბრენდი იქნება. რა თქმა უნდა. ეს ისე ყავა ბათუმურია თუ თურქული თქვენ რაც მომართვით? ეს არის ბათუმურია. ბათუმურია. ძალიან კარგადაა მომზადებული და სად მომზადდა? ახლა მალე მივალთ და იქას ჩაის დავლევთ, რომ დავრუნდებით.
ხო, დაუბრუნდეთ სხვა შორის გიждდები თურქულ ჩაიზე კი, და აი ბატონო. გამჭვირვალე გველოდებიან. შუშის თურქულ ჭიქებში რო სვამენ ჩაის, ეგეთ გემრიელი ჩაი რა ვიცი. მზად არის და გელოდებიან. გართობა სულ საქმეში ხარ ბატონო. გართობა ჩემი ის არის რომ ოფისში მოდის სტუმარი, უნდა დავალევიო თურქული ჩაი და ჩვენი ბათუმური ყავა, ან თურქული ყავა ისტანბულიდან ჩამოტოლი მეჰმედ ეფენდი სული ყავა. და ეს ჩემი გართობა ის არის და მე რომ გავაცლიო კარებთან და ეს არის ჩემი გართობა, სხვა არ არის. სამწუხაროდ ბეჯრობით არა. აჭარის ტელევიზია გიყვართ ძალიან. აჭარის ტელევიზიაში მე მაქვს ისტორია. პირველად აჭარის ტელევიზია კოსმოსში რომ გავიდეს, ჩემი წვლი არის მაქა. მართლა? კი, აჭარის ტელევიზია მე ძალიან მიყვარს. როგორც ჩემი ისე ფიქრობ ყოველთვის და რაღაცა თუ იქნება, მინდა რომ ჯერ აჭარის ტელევიზია გავიდეს. ეს სხვა, ეს ვალდებული ვარ, მაგრამ რაღაცა თუ არის სუდი თუ კაი რაღაცა ინფორმაცია, მინდა რომ ჯერ გავიდეს ჩემი აჭარის ტელევიზიით. სამწუხაროდ ამ წუთში კოსმოსში არ არის თურქული კოსმოსში არა აჭარის ტელევიზია. ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ, შევთავაზეთ, ფასტაგლება გავაკეთეთ, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ აზერსაცე არის და გვინდა რომ თურქსაცე იყოს, იმიტომ თურქეთში მსხოვრები ქართველები ნახოს ჩვენი აჭარის ტელევიზია. თქვენ სვაშს ვერ ვაჩვენებთ, ხო? რამაზი მოდი. დაყვება რამაზია, გარდა ეხლა გავიგეთ. ერთი-ორი კადრში გამომი. კაი, მოდი. ესალო უბრალოდ. არ შეიძლება ახლა მაი მომეც, მე ხელში მქონდეს მაი. და ეს ჩანთა უხერხულია. კარგად გამოიყურებთ რამას. ბატონო ოსმანის ვაჟი, რომელიც ყველაფერში გეხმარებათ, ხო, ბატონო ოსმან? რამაზ მჟავანაზე ბებიამ დაარქვა სახელი, მეორე სახელი, ისე თუნოჰანი ქვია, მეორე რამაზი ქვია და საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი. უკვე ქართული ისე იცის რომ ხანდახან მე მისტორებს გრამატიკაში. რა მაგარია. თქვენ მე ჩაის შემპირდით ბატონო ოსმან. დიახ, მინდა რომ თურქული ჩაიზე დაგვადიჟოთ. აქ არის თურქული ჩაი. აქ არის დიახ, მოვზანდით. თქვენც მოდით. მოვზანდით. სანამ ჩაის მივირთვათ, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით, რომ მადლობა თქვენ. იყავით ჩემი სტუმარი და გაიხარეთ. ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი ნახვა გაიხარეთ. და ყოველთვის იგრძნობა თქვენი გულშემატკივრობა ჩვენი არხის მიმართ. გაიხარეთ. და ამ ქალაქის მიმართ ხო იგრძნობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს. მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ და ჩემ ძალიან დიდი პატივია რომ ვარ თქვენთან ერთად ამ ეთერში და ბევრი ჩემი მეგობარი ნათესავი ნახავს, გაიგებს ჩვენებურებიც ხო ნახავენ? რა თქმა უნდა ჩვენებური ჩვენ გვყავს WhatsApp ჯგუფი, გვყავს Facebook ჯგუფი და ნახავენ. აი ეს ნამდვილი თურქული ხო არის? ეს ნამდვილი ბათუმური თურქული. არა, ნამდვილი თურქული ჩაი. მაგრამ ჯანსაღით კუთხით უნდა იყოს მე უშაქროს მივიდნენ. მე რა უკნა, მე თბილი გოგო ვარ. პირველი ჩაის ნერგი წავიდა ჩუმად თურქეთში. და მე იმ ნერგიდან გაკეთდა თურქეთში რიზეში ჩაი. ან აქედან გამომდინარე შეიძლება ეს ქართულია ამის თქმა მინდა და ჩვენი ჯიში მაინც არის. ანუ სავსებით შესაძლებელი თურქული ჩაი რეალურად ქართულია. ნამდვილად შეიძლება ასე თქვა.